პირობით ვადამდე ადრეს 300-მდე პატიმარი გათავისუფლდება. მის შესახებ საჯილახსოვრების მინისტრმა განაცხადა. სოზარ სუბარმა დღეს საჯილახსოვრების მე-18 სამკურნალო დაწესებულების პატიმრები მოინახულა. მინისტრის განცხადებით პირობით ვადამდე ადრე ის პატიმრები გათავისუფლდებიან, რომლებმაც სასჯელის ნახევარი ან 2/3 მოიხადეს და კარგი ყოფაქცევით ხასიათდებიან. სოზარ სუბარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ადამიანების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი და პროკურატურა მიიღებს. ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმარი კი მინისტრის თქმით ხვალ პირველი დაწესებულებიდან გათავისუფლდება. დაწყებულია პირობით ვადამდე გათავისუფლებები, გუშინ 35 ადამიანი გავიდა დღეს და ხვალ, ხელ ზუსტად წინასწარ თქმა არ შეიძლება, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ 200-ზე მეტი 300 შეიძლება ოდნავ მეტი ადამიანი გათავისუფლდება დაახლოებით როგორც უყურებთ ახლა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. კრიტერიუმი ისევ და ისევ იმეორება, ერთი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომელსაც ვერ გავცდებით, რომ რაღაც დანაშაულზე ნახევარი უნდა ქონდეს მოხდილი და რაღაც დანაშაულზე 2/3. ამის შემდეგ როგორ ხასიათდება დაწესებულებიდან და რაღაც კრიტერიუმებია, რომლებიც შემუშავებულია დებულებით.